თიდან ორი უკვე ცნობილია, ასაკრძალი პარტიების სიის გასაჯაროება ირაკლი კობახიძემ დაიწყო. ასეთებად ოცნების პრემიერი, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალურ მოძრაობას და ახალს ასახელებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. კობახიძის ანონსის თანახმად რეპრესიების შეეხება მცირე პარტიებსაც. ამ რეპრესიების ასამოქმედებლად კი ოცნება ჩქარობს და დღეს უკვე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს მის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარტიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების აკრძალვის შესახებ. ოცნებამ რეპრესიული მოქმედების სქემა ასე დაალაგა, ჯერ პარტიებს აკრძალავს წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე, მერე კი ამ აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ ადამიანებს აუკრძალავს საქმიანობას. სალომე ლაბაძე მუშაობს თემაზე, ის შემოგვიერთდება პარლამენტიდან. იმაზე მეტს ვიდრე ირაკლი კობახიძემ თქვა, როგორც მოსალოდნელიც იყო, ქართული ოცნების რიგითი წარმომადგენლები არ გვეუბნებიან, ან ვერ გვეუბნებიან იმის გამო, რომ როგორც ჩანს ქართული ოცნების სრული შემადგენლობა ამ პროცესში ჩართული არც არის და სარჩელის მომზადებაზე ადამიანების მხოლოდ ვიწრო ჯგუფი მუშაობს. შესაბამისად, ყველა დანარჩენი ახლა ჩვენთან ერთად ელოდება იმის გარკვევას, თუ ვის დაასახელებს ქართული ოცნება ასაკრძალ პარტიად და იმ პირად, იმ პოლიტიკოსად, რომელიც ამ პარტიასთან კავშირის გამო ასევე იმსახურებს პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას. ამიტომ ჩვენ დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს ერთპარტიული პარლამენტის შენობაში ვთხოვეთ მათი აზრი მაინც ეთქვათ იმის შესახებ, ვინ არ იმსახურებს აკრძალვას და ამ შავ სიაში მოხვედრას. არის თუ არა ასეთი მაგალითად იაგო ხვიჩიას გირჩი, ან მიიჩნევენ თუ არა ასეთად ფედერალისტებს, ან მაგალითად პარტიას სოლიდარობა მშვიდობისთვის, რომელიც პრორუსული ძალაა. თუმცა პასუხებით ვარკვევთ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის პარტიის პრორუსულობა და ის, რომ რომელიმე ძალა შესაძლოა ღიად ითხოვდეს კრემლისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებას, პრობლემას არ წარმოადგენს და პრობლემად რჩება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა და ასევე 2012 წლის შემდეგ მონაწილეობა საბოტაჟში ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ქართული ოცნება, როგორადაც ქართული ოცნება აფასებს კონკრეტული პარტიების საქმიანობას. ამ ნიშნით კი ოცნება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის შემადგენლად ასახელებს ლეოსა და გახარიას გუნდებსაც და თუ ირაკლი კობახიძის პასუხს გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ 4 ოქტომბერს, როცა ამ პარტიებმა მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალურ არჩევნებში, ამ მხრივ ქართული ოცნების მიდგომაში მათ მიმართ არაფერი შეუცვლია, თუმცა ოცნების რიგითებისგან დამასუსტებელ პასუხს ვერც ამ კითხვაზე ვიგებთ. თქვენი აზრით, რომელი პარტიები არ იმსახურებენ ამ სიაში მოხვედრას? მაგალითად, იაგო ხვიჩიას გირჩი უნდა მოხდეს თუ არა ამ სიაში? იაგო ხვიჩიას გირჩი ალბათ არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ იაგო და ის შემადგენლობა, ვინც დარჩენ გირჩი, ისე თქვა, რომ მათ ნაციონალურ მოძრაობასთან არაფერი კავშირი არ ქონია. ზურა ჯაფარიძეზე გუშინაც გითხარით, რომ ნაციონალურ მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო, თუმცა ის 2012 წლის მერე ჩაერთო ამ პროცესში. ფედერალისტები უნდა მოხვდნენ თუ არა ამ სიაში? ფედერალისტები ალბათ პირველ ნაწილში, თუმცა იცით თქვენ რომ ფედერალისტებმა მერე ჩამოაყალიბეს სალკე პარტია, მაგრამ ევროპული საქართველო, რომელიც გახსოვთ ჯერ კიდევ 2016 წელს გამოიყო ნაციონალურ მოძრაობას, საბოლოოდ ის პარტია მოხდება ამ სიაში. უნდა მოხდეს გიგაბოკერია იმ სიაში, ვისაც აუკრძალავთ პოლიტიკურ საქმიანობას. გიგაბოკერიაც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ იყო შორეების საბჭოს დივანი, იცით თქვენ და ერთ-ერთი იდეოლოგი და შემოქმედი ნაციონალურ. რას გვეტყვით პარტიაზე სოლიდარობა მშვიდობისთვის? ეს არის რომ პარტია. მამუკა ფიფია, სახელგვარი ალბათ გეცნობათ. არა. სოლიდარობა მშვიდობისთვის არის პარტია, რომელიც ითხოვს რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებას და გამოდის, რომ ეს პარტია დარჩება პოლიტიკურ ველზე და აიკრძალება სხვა პროევროპული კურსის მხარდამჭერი პარტიები. ამ პარტიებს, როგორც გითხარით, ვისაც აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი, ისინი იქნებიან სარჩელში შეტანილები, რომელსაც გადაწყვეტილებას მინდა სასამართლოს, მე არ ვიცი. არის საბოლოო გათვლა რა არის? ფიქრობთ, რომ თუ ამ პარტიებს გააქრობთ, საზოგადოების წინააღმდეგობაც გაქრება? არა, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინააღმდეგობა არ და ვერ გაქრება, მათი ამორჩეველი არსად არ წავა. მაგალითად, იაგო ხვიჩიას გირჩი უნდა გაუქმდეს? ამას გადაწყვეტ სასამართლო, ჩემ გადაწყვეტი ეგ არის. სოლიდარობა მშვიდობისთვის ასეთი პრორუსული პარტია არსებობს. თუ არ იცით, ესე იგი არც გაუქმებას უპირებთ და ეს პრორუსული ძალაა და რა გამოდის? პრორუსულ ძალებს ტოვებთ და დანარჩენებს ერთი წუთით გეშლებათ თქვენ. მე არც გამოქმებელი ვარ და არც ამას გადაწყვეტს კანონი, რომელიც თქვენ ძალიან პარტიამ წამოიწყო ეს პროცესი, ხო? ხომ ასეა? ერთი წუთი კანონი, რომელიც თქვენ არ გიყვართ. და იმ ადამიანებს, ვის დაკვეთებსაც თქვენ ასწავლეთ. ამ კანონსაც თქვენ ქმნით, ბატონო ვიქტორ, თქვენი პარტია და თქვენ მონაწილეობთ ამ პროცესში. რომელი პარტია არ იმსახურებს აკრძალვას? ნებისმიერი პარტია, რომელიც გულწრფელად არის ჩართული ქვეყნის განვითარების საკითხში და რაც მთავარია, რაც ყველაზე მთავარია, არ ეწევა საბოტაჟს სხვადასხვა ფორმით, სახელმწიფო ინსტიტუტების, საზოგადოების წინაშე, ყველა მათგანი იმსახურებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში
დარჩენა. ამ სიაში თქვენი აზრით უნდა იყოს თუ არა იაგო ხვიჩიას გირჩი მაგალითად? აღარ გიპასუხებთ ხო იცით? ფედერალისტები უნდა იყვნენ თუ არა ამ სიაში? თემაზე არ შევთანხმდით, ერთ კითხვაზე შევთანხმდით. ლეომ და გახარია მონაწილეობა მიიღეს 4 ოქტომბრის არჩევნებში. ეს თქვენი აზრით უნდა იყოს თუ არა ფაქტორი, რომელსაც გაითვალისწინებს ქართული ოცნება? ელემენტარული შეთანხმების დარღვევითაც გამოირჩევიდა. რაში გჭირდებათ უბრალოდ ეგ არ მესმის. ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ ქართულ ოცნებას სარჩელზე მუშაობა უკვე თითქმის დასრულებული აქვს და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანჩვენ. სწორედ ამ სარჩელით უნდა გავიგოთ იმ პარტიების ჩამონათვალი, რომელთა აკრძალვასაც მოითხოვს ქართული ოცნება და ასევე იმ პირების სიაც, რომლებსაც მიიჩნევს ამ პარტიებთან დაკავშირებულად და ამის გამო მათ პოლიტიკურ საქმიანობას შეუზღუდავს. ყოველ შემთხვევაში ასეთი მოთხოვნით მიმართავს ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს. მანამდე კი ქართული ოცნება ერთპარტიულ პარლამენტში დღეს უკვე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს კანონ პროექტს, რომლის ძალითაც შესაძლებელი გახდება სწორედ ის, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს შეეზღუდოთ პოლიტიკური საქმიანობა. ეს კანონ პროექტი ოცნებამ დაჩქარებული წესით განიხილა და მის დამტკიცებას დღესვე აპირებს, როგორც გითხარით, სამივე მოსმენით.